ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის გენერალური მდივანი საგანგებო ბრიფინგს მართავს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ვანო მერაბიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან. ყველას მოგესალმებით. მე მინდა გითხრათ, რომ ისაც მოხდა გუში, კერძოდ რუსთავი ორის გენერალური დირექტორის დაკავება. მასთან ერთად მოხდა ყოფილი სახელმწიფო ხელების, მათ შორის ყოფილი ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრის ალეკო ხეთებურის დაკავება. არის გაუგონარი ფაქტი, მე მინდა გითხრათ, რომ მოქმედი სერიოზული თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის დაკავება არ მომხდარა. მე კიდევ არ მახსოვს სოფლის არც ერთ ქვეყანაში, თვით რუსეთშიც კი. და იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ივანიშვილის მთავრობა, უკვე პრაქტიკულად გააკეთა დეკლარირება, ის არ აპირებს და ის ვერ ახერხებს ვერც ერთი წინასაარჩევნო სოციალური დაპირების შესრულებას. ამ ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი აქცენტები თავის მუშაობის გადაიტანოს იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი პარტია, არც ერთი ორგანო, არც ერთი დაწესებულება, რომელიც არ ექვემდებარება ივანიშვილის პირად დიქტატს. და ყველაფერი, რაც არის საქართველოში მისგან დამოუკიდებელი, მისი წარმოდგენით საქართველოში არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური პარტია, ეს მან უკვე განაცხადა, არ უნდა არსებობდეს თავისუფალი ტელევიზია და ამაზეც მან არაერთხელ ისაუბრა, არ უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელსაც ის პირადად ვერ აკონტროლებს და საერთოდ საქართველოში არ უნდა არსებობდეს არავინ, ვინც მის პირად კონტროლის ქვეშ არ არის. ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა საქართველოში არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა, რათა საქართველო არ დააბრუნოს იმ ბნელ წარსულში, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა და სხვათა შორის ალეკო ხეთაგურის დაკავება, რომელიც არის სიმბოლო საქართველოში ენერგომაფიის დამარცხების. და პირადად ეს ადამიანი არის ის, ვინც შეძლო შევარდნაძის ჩამქრალი, გაყინული, კორუმპირებული საქართველო ექცია განათებულ, გამთბარ და სტაბილური ელექტრო და გაზ მომარაგების ქვეყანად. მისი ბრალდება, სასაცილო ბრალდება მეტყველებს იმას, რომ ხელისუფლება არის ისტორიკაში და ის ცდილობს ყოველივე ალტერნატიული, რაც კი არსებობს საქართველოში, რომელსაც ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, ყველაფერი ეს გაკონტროლდეს. მე მზარდა ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვას. არა, ისეთ რა, მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ვერ გავიგე, რატომ გამოხდა ჩემი ჩანაწერი, იმიტომ რომ ჩემი ჩანაწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება, ალბათ თქვენ მოისმინეთ, იმ ვერსიას, რომელიც გამოხდა გამოძიება. მე მგონია, რომ მათ ეს საუბარი იმიტომ გამოაქვეყნეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. რომ გითხრა, რომ ჩვენ გაკონტროლებთ, ისმეთ და მათი მიზანია ჩვენი დაშინება. მე მინდა მათ უთხრა, რომ წლების განმავლობაში ჩემი არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა რუსეთის სპეცსასაფლავების მიერ, როცა მაშინ მოვიმყოფებოდი უცხოეთში და დიდი ხანია შეჩვეული ვარ ტელეფონში, სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო. აქედან გამომდინარე, დღეს მით უმეტეს, როცა მე აღარა ვარ სახელმწიფო მოხელედა, ყველაფერი იმას, რასაც მე ჩუმად ჩემ მეგობრებთან ვლაპარაკობ, რამდენიმე ხანში ამას პრესკონფერენციაზე ვაცხადებთ, ამიტომ მე არაფერი დასამალია არ მიშინია, მათ შეუძლია თავისუფლად მომისმინონ. ეს უკვე იყო დეკლარირება იმისი, რომ რომ ჩვენ ვისმენთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ გამიბარებენ თუ არ დამიბარებენ, პირველ რიგში შეამჩნევთ აგივე სატელეფონო საუბარში ჩანს, რომ მე საკმაოდ
ირონიულად უყურებ ცდელობას ზეწოლის, ტარების დაკითხვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერი ახალი ამით ნათქვამი არ არის. ეს არის მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ნაციონალური მოძრაობა და პოლიტიკური პირები, არამედ მთელი საზოგადოებისთვის რუსთავიანის დამოუკიდებლობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, როგორც სიმბოლო დამოუკიდებელი ტელევიზიის და მე ვთვლი, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიების საქმე, მე ვფიქრობ, რომ ყველა საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა რუსთავი 2 აღარ იქნა დამოუკიდებელი და იგი გახდა ივანიშვილის პირადი ან შეიძლება მისი ოჯახის წევრის საკუთრება, მაშინ საქართველოში დამთავრდება დემოკრატია. დიდი მადლობა.